სურსათის უმნებლობის პრაქტიკული სასწავლო კურსი პროფესიულ სასწავლებელ ბლექსში დასრულდა. სტუდენტებს სერტიფიკატები დღეს გადაეცათ. პროექტის მიზანი პროფესიული სტუდენტებისთვის სურსათის უსაფრთხოების სისტემის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება. კურსი ჰასპის 7 პრინციპის დეტალურ შესწავლას, კრიტიკული საკონტროლო წერტილების განსაზღვრას, მონიტორინგის სისტემის მართვას, დოკუმენტაციის სწორად წარმოებასა და იმიტირებულ პრაქტიკულ ინსპექტირებებს მოიცავდა. ერთთვიანი პროგრამა შეპესა საქართველოს ჰასპის ალიანსმა დააფინანსა და კურსი პროფესიულ სასწავლებელ ბლექსთან თანამშრომლობით განხორციელდა. ზოგადად ჰასპი ძალიან მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიაა იმისათვის, რომ თუნდაც ნებისმიერ სფეროში ადამიანმა განავითაროს მისი უნარები და უფრო მეტი შეძლოს. თითოეულმა სტუდენტმა უნდა გაეცნოს ჰასპის დანერგვასა და ჰასპის იმ ელემენტარული წესების გათვალისწინებას და უნდა იცოდეს ის, რომ თითოეულ ობიექტზე, რომელშიც ის შედის და იღებს მომსახურებას და ყიდულობს პროდუქტს, იყოს ჯანსაღი, იყოს უვნებელი. სურსათის უვნებლობა ქვეყანაში არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. სურსათის უვნებლობა რო იყოს მაღალ დონეზე, ანუ სათანადოდ ქვეყანაში, ამისთვის აუცილებელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს რგოლი, რომელიც დღეს აქ არის წარმოდგენილი. ამიტომ ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია. საგანმანათლებლო მიმართულებით მოსახლეობაში მსგავსი ტიპის ტრენინგები ხშირად ტარდება.